გადაცემის სპონსორია ესენსი. გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში. გადაცემის სპონსორია ფრანგული პრემიუმ ბრენდის ესტედერმის ხაზი ინტენსივ. კანის ინტენსიური დატენიანებისა და სიჯანსაღისთვის. ესტედერმი ექსკლუზიურად PSP-ში. გამარჯობა მოგესალმებით ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო მეგობრებო ტრადიციულად სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად ყველა უკანონო პატიმარს მალე გათავისუფლებას გისურვებთ მეგობარო და მეგობრებო ყველას ორი დღის წინ ჩემს ამ სოლიდარობის გამოხატვის სიას შეემატა ოცნების ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მას 20 ივნისის და ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე 13 წლიანი ბრალი წაუყენეს. რა უნდა ვთქვა, არც კი ვიცი. ერთადერთი რაც ახლა თავში მომდის, ეს არის მოწოდება გახარია არ ამოვიდე. ესე იგი, ბიძინამ პარლამენტში ხომ შეიტყუა. ორპარტიული გაახდევინა პარლამენტი და მერე გახარიას ბრალი წაუყენა. რავი, რა შეიძლება ვთქვა, ახია თქვენზეო არის ესეთი გამოთქვა, აი ამაზეა ნათქვამი და რა მინდა კიდე გითხრათ, აი გახარიას დასახსნელად საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება არ დაგავიწყდეთ. ოცნებას მაგაზე ძალიან არაფრის არ ეშინია, აი მაგაზე ძალიან ისე ეშინიათ, აი ამ ტრიბუნას რო იყენებთ. საპარლამენტოს სულ აი აძაგძაგებთ. ორი დღის წინ ვივამედიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მოკლედ უკვე მთელი ოპოზიცია ციხეშია. მიშა თურმე თეთრი ბაირაღების პერსონაჟ შოშიასავით იწყებს დილას. ადექით რეფორმატორებო, იუსტიციის სახლის და ეროვნული გამოცდების ავტორებო. ადექით ყოფილო თანაგუნდელებო დაგვექცა ქვეყანა, ესე იწყებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ციხეში გადაყვანამდე მიშას ბრალი დაუმძიმეს და უფრო საინტერესოა სტატუსი. რის გამო დაუმძიმდა ბრალი? ნახოთ ნაწყვეტი სტატუსიდან მიშას პოსტი გამოაქვეყნა ესეთი Facebook-ში. ნახოთ ეს ივანიშვილის ზვიგენს ჩვენი სელფის დრო ძალიან მალე დადგება. მიხეილ სააკაშვილი. ეთყობა ზვიგენთან სელფის გადაღება რომ დაუანონსა მიშამ ბიძინას, ცოტა შეეშინდა და უფრო გამოკეტა ციხეში. ფაქტიურად ზვიგენთან სელფის გადამღები კაცი არ დატოვა გარეთ ბიძინა ივანიშვილმა. ქაშმირის პალტოს პიჯაკების გოგირდის აბანოს ჩეკის და პანაშვილის ვენოკის შემდეგ ახალი ბრალის ფორმულირება მოხდება ასე ზვიგენის ნების საწინააღმდეგოდ მასთან სელფის გადაღების ორგანიზება. ესეთი ბრალი ექნება პროკურატურას. ვიდეოც გავრცელდა მიშას დაკითხვიდან. პროკურორი ეკითხება ძვირფასო მეგობრებო, მოდით ეს ვიდეო ვნახოთ. შემდეგ რაც ქართველი ხალხი სელფს გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე. სანამ ქართველი ხალხი არ შევა და არ დაათვალიერებს ივანიშვილის აკვარიუმს, ისე როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, არანაირი თავისუფალი არჩევნები საქართველოში არ ჩატარდება. ხომ გიპასუხოთ, რას გულისხმობთ ამ ეს მოწოდებაში? კითხები ივანიშვილმა დაგიწეროთ. ესე რატო იმასხარებს, თავს არ მესმის. ძირფასო ტელემაყურებლებო, მსგავსი კომედია მე მგონი არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. პროკურორი ეკითხება სააკაშვილს ბიძინას ზვიგენთან სელფის გადაღებაშიო, რა იგულისხმეთო? ჩემი რჩევა რომ იქნება კაი მკერავი ნახოთ და პროკურორებს კლოუნის ფორმები რომ შეუკეროთ და ამ ფორმებით იმოძრავონ ყველგან დაკითხვებზეც სასამართლოებშიც, იმიტომ რომ პროკურატურა უკვე ცირკს უფრო გავს ვიდრე პროკურატურას. ისე ძალიან კარგი იქნება ბრალის წარდგენის დროს რომ ლაპარაკისას პირიდან ბურთები რო გააჩინოს პროკურორმა და თან ლაპარაკობს, თან ბრალს წარუდგა ბურთით და პროკურატურამ ბრალიმ დაუმძიმა უკვე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ევროპაში წერილებს აგზავნიდით და მაგის გამო დაგვასანქცირესო. ანუ თქვენი ბრალია რომ ჩვენი ბრალიაო. ანუ ხვდებით რაც ხდება, ხო? ანუ
პოლიტიკოსებს იჭერენ პოლიტიკოსების გამო. იმას კი არ უარყოფენ, რომ ქვეყანაში დიქტატურაა, კორუფცია მეფობს, ქვეყანა რუსეთისკენ მიყავდა, ციხეები გაავსეს. არა. ამას კი ვაკეთებთო, მაგრამ ევროპელებთან რატო ჩაგვიშვითო? ამას ედავებიან ოპოზიციას. არა პონტიატო ეს ჩაშვებები და ისინიტო. დაგერეკათ, აგერ გიავალსკის კი ჩამოვიდო და მოგარიგებდათო. რა პონტია ახლა ეს ისე? ეს არის ცნობილი ვიდეოდან მანჩო გიორგობიანის რაღაც მერე რო ის ადამიანი რო გამოცხადა მარკეტში. ასევე ბრალი დაუმძიმეს ბადრი ჯაფარიძეს, ესე იგი რაზე დაუმძიმეს ბრალი, ძვირფასო მეგობრებო, ისო უსიტყვოთო სახის მიმიკებით ხალხს უბიძგებდა დამხობისკენო. მე რაც დავინახე მიტინგის დროს პარლამენტის მხარეს ესე თავს აკნევდა, ანუ შედითო. ბადრი ესე აკეთებდა, თავს აკნევდა, ანუ შედითო. და თავის მოჭუტული თვალებით სპეცრაზს უხმოდ აშინებდა. თქვენ ნახეთ რა გიქნათო ესე ხო თვალები ხო ისედაც ისეთი წვრილია. თქვენ ნახეთ რა გიქნათო, უხმოდ ამბობდა ამას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან ყველაზე ორიგინალურად დასაჯეს ნიკა მელია. ნახოთ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. ნიკა მელიას გატაცების საქმეზე მოსამართლემ დამნაშავედ ნიკა მელიას ანუ პოლიციელებმა რომ მელია გაიტაცეს, ამაზე დამნაშავედ ცდეს მელია. ერთადერთი ლოგიკა ის არის, რომ ნიკა მელიამ თავი შეაყვარა სამართალდამცავებს და ამათ მოიტაცეს. აი ერთადერთი ამაში მიუძღვის ბრალი ნიკა მელიას. მე მოგვიანებით გავეცანი ამ საქმის მასალებს და აღმოვაჩინე, რომ ნიკა მელიამ ჯერ ხომ საკუთარი თავი გაიტაცა და მერე საკუთარი თავის გატაცების საქმეზე დაუკავშირდა საკუთარ თავს და მოსთხოვა $1,000,000 და ვეტფრენი. ხო და ორივე დაუკმაყოფილეს, ადგა ჩაჯდა მანქანაში და გაუყვა ლისისკენ გზას და აი მან დააკავეს ლისისკენ მან. მოკლედ მეგობრებო, აი რა აბსურდიც მოგიყევით, ეგაა ყველაზე ძვირიანი $5,000 აბსურდი, რომელიც კიდე დააჯარიმეს ზემოდან $5,000. მელია საკუთარი თავის გატაცებაზე რომ დამნაშავეცდეს, კიდე ზემოდან $5,000 დააჯარიმეს. მალე შეიძლება ანზორმელია დააჯარიმონ იმისთვის, რომ ბავშვი 2013-ში ხელიდან გაექცა და ოპოზიციაში გაეპარა. აი მაგის გამო შეიძლება ანზორი დააჯარიმონ. ისე სასამართლოზე ნიკა მელიას ფოტოები რომ ვნახე, ძალიან კარგად დაუკლია, სიმპათიურად გამოიყურება, კარგ ფორმაშია, გარეთ რო გამოდის იმატებს. საჭმელს ჭამს და იმატებს. მოკლედ ნიკა აირჩიე ან სილამაზე, ან თავისუფლება. მაგრამ შენ გარეთ უფრო გჭირდები, ამიტომ გაწიე სილამაზე გვერდით. თავრობა ისეთ სიხშირით უმძიმეს ბრალს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომ შეიძლება უკვე აღარავინ გამოუშვან ციხიდან, ახლა უკვე მართლა დადგათ, რომ ოპოზიციის გაერთიანების, მაგრამ რანაირად ფიზიკურად არავინაა გარეთ რომ გაერთიანდნენ. პარტიების ოფისებში კიდევ მხოლოდ დამლაგებლები დადიან და ერთადერთი ეგენი თუ გაერთიანდებიან, თორე ისე კაციშვილის ჭაჭანება არ არის გარეთ, ძვირფასო მეგობრებო. თქვენ ხომ გონიათ ოპოზიცია არაფერს აკეთებს ამ მთავრობის დასამარცხებლად? ძალიან ცდებით. TikTok-ში გავრცელდა ქართული ოცნების გასტუმრების საინტერესო ვიდეო, ვნახოთ. აი ასეთი პოზიტიური ვიდეოებს უნდა მოვაყანყალოთ ესენი. თავიდან ასე უნდა გავართოთ ოცნება და ამ გართობაში ყურადღება რომ მოუდუნდებათ, მერე უნდა შევესიოთ. ეს ვიდეო რო ნახა, ორჯერ მოაბრუნეს ბიზინა ტრაპიდან. გარბოდა კაცო, მე ხო ვიცი რა ეს ამ ვიდეოს მერე როგორ გინდა გაჩერდე, ხო იცი რომ რაღაცა ვერ არის კარგად, რაღაცა ვერად კარგად არ ხდება რაღაცეები. ქართული ოცნება აგრძელებს ყოფილი ჩინოვნიკების დაკავებას კორუფციულ საქმეზე. დააკავეს გზების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც 15 მილიონამდე ზარალი მიაყენა ბიუჯეტს. ასევე დააკავეს ხაშურის საკრებულოს ყოფილი ჩინოვნიკი,
5 მილიონის მითვისებაზე. ძვირფასო მეგობრებო, მოდით წუთიერი ფულის შრიალით პატივი მივაგოთ ამ ადამიანებს. ჩემი აზრით ეს ტრადიციაც უნდა ვაქციოთ და უნდა დავამკვიდროთ ეს წუთიერი ფულის შრიალის ეს ტრადიცია, იმიტომ რომ ძალიან კარგად ერთგვარი სოლიდარობაა ჩვენგან. ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ნახოთ რა თქვა მან. კორუფციის ყველა ხვრელი უნდა ჩაიკეტოს. როგორი მკაცრია შალვა და თან როგორი პოეტური. ესეც შეიძლებოდა გეთქვა, რადგან ოცნება ასე ნავარდობს კორუფციის ხვრელი ყველგან ჩარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, ვინც გამოუძვრებით ამ ქვეყანაზე. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ყოფილ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს სახლებში მილიონობით დოლარი და ოქროს ზოდები უდევთ, ნახოთ საინტერესო სტატისტიკა. 1 მილიარდ 200 მილიონის ოქრო ლომბარდებში. რაზე მიუთითებს საგანგაშო სტატისტიკა, ანუ ქვეყნის მოსახლეობას ამ რაოდენობის ოქრო აქვს ჩადებული ლომბარდში, ძვირფასო მეგობრებო. 1 მილიარდ 200 მილიონი. ასეთი მძიმე სტატისტიკაა, მაგრამ რა თქინდა, რომ ვაკვირდებით ჩვენ როგორი ხალხი ვართ, იცი? აი ამ სტატისტიკას წავიკითხავ და იაზონს ვაგინებთ. აი რა დღეში ჩაგვაგდო ოქროს საწმისი რომ წაიღო. ან აიეთს ვაგინებთ, როგორ გაატანა საწმისიო, ან მედეამ ეს რა გააკეთაო, ეს შვილებიანი ქალი ადგა საწმისიანად deep state აგენტს გაეკიდაო. მოკლედ ქართული ოცნების გარდა ყველაფერს დავაბრალებთ ამ ყველაფერს. მოკლედ მთელი ქვეყანას ლომბარდში აქვს ჩადებული ქონება, მაგრამ არ ინერვიულოთ ხალხო, რა პრობლემაა, როცა გვინდა გამოვიტანთ. თავრობაზე ცხომესე ვქენით, როცა გვინდა გადავირჩიეთ და როცა გვინდა გამოვიტანთ. საინტერესო ინფორმაცია მინდა მივაწოდოს საქართველოში მაცხოვრებელ პენსიონერებს. არაჩვეულებრივი ინფორმაცია, ყურადღებით მოისმინეთ ოცნების წევრ ირმა ზავრადაშვილის განცხადება. რაც შეეხება 20 ლარით მომატებას პენსიაზე, გარდა იმისა, რომ პენსია ფულადი სახით ემატება, ძალიან ბევრი დივიდენდებია პენსიონერებისთვის, რომელიც ფულში რომ გადაიყვანო, უფრო მეტია, ვიდრე ამ წუთას განსაზღვრული ფულადი რაოდენობა. თქვენ საერთოდ გახსოვთ, რამდენია პენსია? დაფიქრებულ ხართ ამაზე? კარგათო წარმოიდგინოთ, აი არაბები რომ ქალაქს ააშენებენ, კვადრატული რომ 5,000 დოლარი ეღირება, აი მაგ ფეშენებელურ კომპლექსში შეგიძლიათ შეიძინოთ 2 სანტიმეტრი კვადრატი. შეიძლება ესე არ ჟღერს, მაგრამ აბა დაფიქრდით, ერთი წელი რომ არ ჭამოთ. ეს დაგროვებული თანხა დააბანდოთ, უკვე 20 სანტიმეტრი კვადრატის შეძენა შეგეძლებათ იმ არაბულ დიდებულ ქალაქში. მოისმინეთ ირმა ზავრადაშვილის ხედვა პენსიებთან დაკავშირებით? ხვდებით ღატაკო პენსიონერებო, ხვდებით? თუ საჭმლის ფული არა გაქვთ, ადეგით და დივიდენდები ჭამეთ. მუდმივად თქვენს წუწუნს ხომ არ უნდა ვუსმენდეთ, კაცო? რავი, თუ პენსია ერთ კვირაში დაგეხარჯა, ადეგი დაწექი კლინიკაში და უფასო წამალი ჭამე. ჭამე უფასო წამალი. სახელმწიფო ჩინოვნიკმა რო არ მიგითითოთ და ამის გამო ნეტარ ცხოვრებიდან მოწყვიტოთ. თქვენ თვითონ ვერ უნდა ხვდებოდეთ? ესე იგი ღატაკები ხო არიან რა და აშკარად აზროვნებას და ფანტაზიას ღატაკი აქვთ. ვინ არიან ესენი, კაცო, ეს პენსიონერები? არ ვიცი რა. დაუჯერეთ რა, მოусმინეთ ნორმალურად. აზრი გამოიტანეთ ამ დიდებული გამონათქვამიდან, ირმას დიდებული გამონათქვამიდან. სასიამოვნო სიახლე მაქვს მასწავლებლებისთვის, ვირფასო მეგობრებო. ნახოთ ინფორმაცია. ოცნების ახალი კანონის მიხედვით მასწავლებლებს სკოლის გარეთ მოსწავლების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე არ შეეძლებათ. ესე იგი, მასწავლებელს შეუძლია აგიტატორობა, კოორდინატორობა, საარჩევნოდ პირადობის მოწმობების აგროვება, უბანზე ამომრჩევლის მობილიზება, აღრიცხვა, ბიულეტინების ყუთში ჩაყრა, ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, მაგრამ მოსწავლის საგანში მომზადება, ეს ხომ პედაგოგისთვის ყოვლად შეუფერებელი საქციელია, მეგობრებო. ყოვლად შეუფერებელი საქციელი. მასწავლებლებს და საჯარო მოსამსახურეებს შეიძლება ახლა
არ გაქვთ იდეალური გარემო, მაგრამ ვნახოთ რა გამოიარეს წინა ხელისუფლების დროს. ოცნების სახე მაია ბითაძე აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას. ჩვენ ვინც სააკაშვილის დროს ვიყავით საჯარო სამსახურში, ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად ნახირივით ნაციონალური მოძრაობის მიტინგებზე. ამით რა თქვა, ახლა ასე აღარ არისო, მე აღარავინ მიმერეკება აქციაზე, ახლა უკვე ჩვენ მივერეკებითო ხალხსო მთავრობის აქციებზეო. და ქალბატონო მაია, ქართული ოცნების აქციებზე რომ მარშრუტკებით ხალხი რო ჩამოყავდათ, ეგ ალბათ არ ნიშნავდა ხალხის გარეკვას, ეგ უფრო იყო ალბათ საჯარო მოხელეების პიკნიკი. სავარაუდოდ, ხო? ეს განცხადება არის გაправების რაღაც ახალი ფორმა, ძალდატანებითი ნაცობა. ანუ ნაცი კი ვიყავი, მაგრამ მაძალებდნენო. მაიას აძალებდნენ ნაცობას. და დადგა ჩემს მონოლოგში სიახლის დრო, ძალიან მიყვარს სიახლეები. მოდით ნახოთ ქართული ოცნების ახალი წევრია ძვირფასო მეგობრებო, ახალი სახის განცხადება არის ეს ადამიანი, დააკვირდით როგორ გამოიყურება. ნახოთ დინარდის ადგილმონაცვლე პარლამენტში თორნიკე ფაღავა, ესეთი ადამიანი. ჩვენ ვართ დასავლეთი და ჩვენი კრიტიკა არის შიდადასავლური მსჯელობა. გნებავთ შიდადასავლური კრიტიკა და დიახ, ეს კრიტიკა გაგრძელდება. ნუ დიდი არაფერი არ თქვა, მაგრამ კეთილი იყოს შენი მობრძანება ვანო შოუს მონოლოგში, არა და როგორი ახალგაზრდა, როგორი მენანება, მაგრამ ასეა ვანო შოუს თავისთვის სულ კარგები უნდა. ნუ ჩიცედეს ჩემი ცოლის დაქალების პერსონას ბაქარს უფრო გავს ეს თორნიკე ფაღავა. ამან რო კომენტარი გააკეთა, რომ ჩვენ ვართო ევროპაო, მეორე ახალბედა ქოცი გამოჩნდა და ინსტინქტურად ველოდებოდი, რომ ასე დაგვიძახებ და ბარო, ანუ თენგოიესავით, ანუ ესე. მოდით ნახოთ ქართული ოცნების კიდევ ერთი ახალი სახე, ნუ ეს ახალი სახეები ყავთ წინ წამოწეული, ესეც ახალია. რომელიც ევროპას მიმართავს მოახლოებულ სანქციებთან დაკავშირებით. ეს ახალია, ნუ პირველი კომენტარი აქვს რა და რაღაცა მოიფიქრე, პირველი უნდა თქვას, პირველი რაღაცა განსაკუთრებული კომენტარი უნდა თქვას. ჩვენ მაღალი თანამდებობის პირები ვართ მზად, რომ დაგვასანქციო, როგორ შეეშვან ქართულ ხალხს. ანუ ეს არის მაღალი თანამდებობის პირია რა, ჩვენ მაღალი თანამდებობის პირებს. ოცნებაში დასამკვიდრებლად და ბიჯინას ყურადღების მისაქცევად ხო ხედავთ როგორ ხრიქს მიმართა. მე დამასანქცირეთ, ხალხს თავი დაანებეთო. რაღა ცოტნე დადიანი და რაღა ეს. ყოჩახ ჭაბუკო. ყოჩახ, შენ მალე დაიმკვიდრებ საკადრის ადგილს ბიჯინას ფავორიტთა რიგებში. შენს დაჭერამდე წინ დიდი წარმატება გელის. დაჭერამდე იმიტომ რომ ბოლოს ყველას იჭერს და შენც მოგიწევს, მანამდე კი რა ვიცი, მანამდე რა ვიცი. შეგიძლია გაშალო ფრთები, ინავარდე, იყელყელავე, რა ვიცი, არ არის პრობლემა. დაჭერამდე ესე იყავი. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს გადაცემაშიც, ახალგაზრდა ხარ, ცხოვრება წინა გაქვს და ჩვენი გადაცემასაც ცხოვრება წინა აქვს შენი სახით. მოკლედ ქართულ ოცნებას პარლამენტში უკვე ბაქარ ორჯონიკიძეც ყავს, ჩემი ცოლის დაქალებიდან და თენგოიც. პრეზიდენტად დაგვიყენეს სულიკო დარდიანიძე, ტროლებად კი ყავს ბევრი ელვირი. ბიზნესმენის შაგუებით არის სავსე ქვეყანა, სულ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ახლა რეჟისორი დაიყვირებს, სტოპ, გადაღებულია. იმიტომ რომ თავს რეალურ სამყაროში ვერ აღვიქვამ ძვირფასო მეგობრებო, მგონია რომ ერთ დიდ ფილმს ვიღებთ და მე ვარ ერთი რიგითი მასოვკის მსახიობი და 13 წელია ველოდები ფილმის happy ends, რომელიც ჯერჯერობით არსად ჩანს და არც ვიცით როდის დამთავრდება ძვირფასო მეგობრებო. აი ეს იყო ჩემი მონოლოგი და მადლობა ამისთვის. იმედია ჩემ შოუს სულ მალე გააფორმებს ბენდი თამუნა ლეკვიშვილის ხელმძღვანელობით, ხელს მაინც გავიშვერ ხოლმე იქით ძვირფასო მეგობრებო. მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია რეჟისორი ბატონი ლევან წულაძე, იგივე ჭოლა. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარდგენია კომპანია PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მისი ინტერესებზე ზრუნვაა PSP, ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია Voice-G, ავტომობილ პასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა შემოქმედებით და ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი. მისი მოძებნა მარტივად შეგიძლიათ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილკნეთი და ახალი ქსელები ნომერი 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე. შაბათის შოუ ჯგუფი გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემა და მინდა წარმოგიდგინოთ არაბ ინვესტორის ბრიფინგი, რომელსაც გადაგვითარგმნის ცნობილი გიდი ციცინო მცხეთიდან. Здравствуйте, дорогие разлицали. Я из Цицino Мцхетик Паравдет Гмерти. У нас Эмиратавал, арабский шейх, который хочет инвестировать, ану дабандебавалац, в этом солнечной Грузии. Мехрабен Ахнамул Хулдал Абархайлбут Абдул Халим, Абдулла Харбарел, Арчул Аль-Мухаммед Аль-Шуралава. Гамарджоба мемкви Абдул Шахилио. Ულჰაუ ჰალბობო ყვათ ულჰაუ ინვესტიციო აბდულ შაჰილ გავარიჩტო ოჩენ დიდი ინვესტიროვაცა ი სადან დიდ ფულზია საუბარიო ოჩენ ვაჰალ ბურჯ ხალიფა უჰალმელ ელბებია ილიკო უჰალმელ ილარიონ ვილჰაუ ონ გავარიჩტო აქ ჩამოვალ ჩავდგან პატარა სახლუკასო ჩამოვიყვან ნათესავებს და მთელი სოფელი ჩვენ ვიქნებით ვაჰალ იმულ აზუკ პატარძალ ჰუმე აბდულ შაჰილ გავარიჩტო არ აქცდებათ ამ ქალაქის აშენებაო გურჯისტან ფაშა ვაჰალ პროტესტ ვაჰნა ქართველებს თავიდან არ უნდოდათო ამ ქალაქის აშენებაო ხო და ასეთ ამ ჩემ ბურჯ ხალიფ ვაჰალ გურჯისტან ნო ანი პერე დუმალი ვაშალა დუბაი სოფელ სალაფავ ლჰავა ეს სოფელი აბეზაწენა პასტროიცაო და თუ ეს საქმე გამოვიდაო 5 მილიონი დუბაის შიკალათი თითო სოფელსო პინგვინ ჭორვილა უჰილ მერიდიან ბოსოლვალიფუა ჩვენ ვაპირებთო გიჟური იდეის განხორციელებასო პინგვინ ჭორვილასთან ერთად ანუ გიჟური იდეები გვაწუხებს სულო ეტა значит вот таки ძელიშკი вот კრწანის სიტყე პარკ უჰილ ელბანმა პული ჰელმე მარტო არაბებისთვის ვაშენებთო ამ უდევიტენ იმას ქალაქსო იქო ქართველებს და განსაკუთრებით იმერლებსო იქ არ ვაცხოვრებთ ჩვენო вот так он сказал вот ანა ჰულუ აპარავაო ვაჰელ ელომნინო წილოსანვი ჰილვა თეატილიკიანი ვა ანუ on გავარიშტ აბდულ შაჰილ შტო ესე იგი აქო გვექნებაო გარემონტებული ბინებიც გვექნებაო და შავი კარკასიცო ვაშალ ყაველაშვილი ვიშულ ალმჰემ Mi gruzini ochen pahoje habitusavaliyo mi habitusebit gavart ertmanetso da когда mi budem vmeste живётся mi ne garchevala nikam ora erti sitqvit wahalala du abezara uhili halmulu humele აბდულ შაჰილ გავალიშტო ანუ აბეზარა ხალხსო ჩვენთანო არ ვაცხოვრებთო ჩვენთან სულ ჭკვიანი ხალხი იცხოვრებსო ვიშხამ ალ-გურჯი ხალიფა მერიდიან ჰუსულოჰო მეტი არაფრის დამატება არ მინდაო დიდი მადლობა ყურადღებისთვისო it's okay alright-ო უჰალ ციცინოის ცხეთაია ჰალამა აბდულ შაჰილ მინა პაბრაგა დალავარივალ и спасибо Цицинойз мцхетао Паравдет гмертио спасибо вам дорогой Абдул Шахил би алхам илхахим алейхум илхамбала ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე ასევე გადაცემის პარტნიორია Voice G ავტომობილსახურის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ ჩვენმა შემოქმედებით ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი მისი მოძებნა მარტივად შეგიძლიათ თქვენ სატელევიზიო პულტებზე ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45 სილქნერი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45 კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათის შოუ ჯგუფი გამოიწერეთ ჩვენი არხი და
დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელეთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ სამთავრობო საინფორმაციო გამოშვების ახალი ფორმატი, რომელსაც დავარქვით დისკო ნიუსი. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში. ინსაუნდი სტუდია, რომელსაც ვენდობთ. ნახოთ მუსიკალური ნომერი. ძირფასო მეგობრებო, ბრუნდებით ეთერში და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი განაცემის სტუმარი, ბატონ ლევან წულაძე, იგივე ჭოღლა. ძალიან დიდი მადლობა, ბატონ ლევან. ჩემი დიდი ხნის არის, ხო, თქვენი განაცემაში სტუმრად, დიდი ხნის სურვილია ესეთი ოცნებასავით და მე ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალეთ, იმიტომ რომ რამდენჯერაც დავრეკე, მუდმივად რაღაცა იდგმევა თქვენს გარშემო. კი ხო, აბა თუ არა და სხვანაირად არ გამოდის და ხო, სხვანაირად არ გამოდის და მე ესმის. ეხლა ჩამოხვედით მაგალითად გუშინ წინ ჩინეთიდან. დიახ. როგორ მოგეწონათ მზიანი ჩინეთი? ნათელი, არაჩვეულებრივი ჩინელი ხალხი. ხო. ხიარული, ხმაური, რამხელად ყვირიან. მე მეგონა ჩუმად იყვნენ. ხო. კუალინგში რაც დანახე მყავს ჩინელი, ჩუმად არის ყველა. თურმე რამხელა ყვირიან. ერთი ამავე. ძალიან ხიარული ხალხია. ხო. კარგი, ძალიან კარგია ისა, დიქტატურა. ანუ მიხვდით რომ კაია მე როგორ მომნატრებია. რა კარგი, არანაირი შეკითხვა არ აქვს. არა საღელვებელი არ აქვს. კი, მაგრამ როგორია თქვენთან დემოკრატიის ხარ? არ არის დემოკრატიის ხარ. არა, გადასარევად მოვიდა სპექტაკლზე თავრობის ვიღაცა კაი დაუდო, კაცი დაუდოსა. იმან თქვა, მოეწონა თქვა ლევანმა გადამკოცნა, იმიტომ რომ ქერათმიანები იშვიათი არიან რაღაცა და თქვა მოეწონა ცოტა მომკიდახკიდე ცხელი ავარიაო და რაღაცა გოგოები ჩვენ დაუჩოქა უცებ რაღაცა და კარხასიაძე იყო всё, გადაწყვეტა ლენინი გავხდი ეგრევე. ლენინი ვარ. იმან თქვა რომ ლენინი ხარ მორჩილე, არა შეკითხვა. გოგოლი, როგორ სწორად მიუდექით ეს გოგოლის პრობლემა. რა არაფერს შუაში არ არის. მოწონ ხარ მთავრობას ხარ ლენინი. მეორე დილას გამოჩნდა რაღაც გადაცემა, ეს ციტირებენ უკვე ლევანმა გუშინ, ლევანმა ლევანით, ლევნად. შეკითხება და всё, მორჩა მთავრობას მოწონ ხარ, გადასარევია. არ მოწონ ხარ მთავრობას, არა ხარ ლენინი. ვერც გახდები, აბდო არც ნერვიულობ. გდიხარ შენთვის ისა ვიღაცა უპატრონოთ. იცი შენი ადგილი, არ ნერვიულობ არაფერს. ხო. ამბიციებიც არა გაქვს. ვიღაცა ლენინია, ვიღაცა არა. აი ეს აღმოჩნდი და ის მომენატრა თურმე ეს სიმარტივე. სიმარტივე. ვარილოდები არაუშავს ახლა ჩემი დრომოვა და ამათ რო გადააგდებენ. არ გადააგდებენ. არავინ არ აქვს გადა. ესენი იქნებიან უკუნისამდე და თუ გაქვს უნარი რომ სწორი უკანალი იპოვო და ვაზელინიც გაქვს. თუ გარტყი სწორად ლენინი ხარ. ვერ გარტყი, არა ხარ ლენინი. მილიარდ ნახევარი არ არის ლენინი. ხო. ოღონდ მართლა ვიგრძენი ეს პატარა ქალაქი იყო სეჩუანში რაღაცა ესა და სადაც ეთქვა ბევრი ტურისტი არ არის და ამიტომ გვიყურებდნენ როგორც აი სირაქლემამ რო გაიაროს პლეხანოვზე. და აი გამოდიან თანჯრებიდან. ესა და თან ესეთი რაღაცნაირი ოდნავ ეცოდებით თითქოს ისე გიყურებდნენ და თან ახტოვანება აქვს. ბავშვები მოდიოდნენ თმებზე, კიდევდნენ ხელს, ხუჭუჭი არ უნახიათ მათ და ჭაღარა არ უნახიათ, დუტაზე გადაირიან. დუტა, ხო, დუტა. თეთრით მეგონია თუ შეღებილია და რა მაგარიაო. ფიქრობდნენ და ისეთი, ნუ არაჩვეულებრივი. მაინც აქვს ამ დიქტატურას თავისი მავნე ჩვევები. მეორე დღე იყო, რახან ლენინი გავხდი იქა, ბუნებრივია დამიძახეს რაღაცა გადაცემა სამთავრობო ჩინეთის რაღაც არხზე პირდაპირ ეთერი, რაღაც ამიტომ ნერვიულობდა ყველა მთაში, შაოლინი, სადღაც სიკვდილში ფეხით ისინი დარბიან თვითონ და მე კიდო კაი რაღაცა მოტოციკლეტი მოდიოდა ნაგვის კუზაოთი და ნაგავი მიქონდა სტოი მოთხარი ჩავხტი ამ ნაგავში და ავიყვანა იმ მოტოციკლეტმა
ამ იმათ თავრობასთან გადმოვედი მოტოციკლეთიდან. დიდი მადლობა. და იქ ოღონდ ეს თავრობა არ სხვა კასტა, ისინი ღრუბლებში არიან. და მე რახან ლენინი ვიყავი, ხო. მიმიღეს ამ კასტაში და კარგ დამსვეს ყველაფერი აქით ისინი და იყო რუსებიც ორი რაღაც ერთი ჩინოვნიკი ვიღაცა კულტურის და მეორე ვიღაც ქალი იყო კიდევ რაღაც ესეთი. ნუ რაღაც თეატრალური რაღაცის წარმომადგენელი. და შეკითხვა მარტივია ონლაინ თეატრი კარგია თუ ცუდია ოფლაინ თეატრი და რა მომავალი აქვს ონლაინს და ასე შემდეგ და რა შეკითხვა არ ვარგა ონლაინ თეატრი აღარ არის თეატრი სხვა არის. ხო, ონლაინ თეატრი. ნუ ისე კინო და ასე შემდეგ. და შეკითხვა და ნუ მე კიდე ფრანგი კაცი იყო ძალიან კარგი, იბან რაღაც ჩვენი აზრით თქვით რაღაცა. არ ვარგა. და რუსი აი ეს კი აქ თუ twin გიშლუგდება დიქტატურაში. იმიტომ რომ შენ გავიწყდება რომ ხელოვანი ხარ. ჩინოვნიკი ხდები და გინდა რომ ჩინოვნიკი თუ ხარ, ისეთი უნდა თქვა რაც მეორე ჩინოვნიკს მოეწონება. ამიტომ ყველაფერს თან უნდა შენი უფროსი ჩინოვნიკის არ დაგავიწყდეს, ვარეწყინოს როში აქ არ ახსენე და ამიტომ ეს ქალი ვიღაცა საწყალი ადგა. არ შაშია. ონლაინ თეატრი მოგწონთ თუ არა? Pushkin. Некрасов и Станиславский, они любили онлайн-театр. Кармен პირდაპირ არ და ესმის ეს. ჩინელი ვიღაცა საწყალი ის ნერვიულობს და სტანისლავსკი პუშკინ კიდო თქვა და სტანისლავსკი გაუჭირდა. ჩინელი ახლა Станиславский რაღაცა თქვა. ამან კიდე მიხსარა თუ თქვა Станиславский Константин Сергеевич. ახლა კიდე Константин Сергеевич დაემატა იმ უბედურს. რაღაცა თქვა. Константин Сергеевич Станиславский, учредитель народного ремесла актера. Висоставлю. Сама сейчас, сами отослали чинули опера. Вижу на бараку. Мара, ну кай, es თარგმნა იმან წვალებით. რაღაცა აი მაინც კიდო ესა ესეთი და ახალგაზრდა ბიჭი თამაშობს ჩვენ სპექტაკლში და ეს ქალი მოვიდა ჩემთან. Здравствуйте. Hello. არ დეველოპარკი. ხო, რუსულად. მომეწონა ჩემი თავი, მაგრამ ვერ გავძელი დიდხანს და მითხართ რა გინდათ. და რაღაცა უკრა კარგი სპექტაკლია, ნუ ლენინი ვარ და ამიტომ ისიც ჩინოვნიკი, ის ლენინი ვარ. რა კარგია ღმერთო, რაღაცა ესა, სხვა დროს ალბათ მეტყობა რა უქენით გოგორს არც კი ცხენიათ რა, მაგრამ ნუ прекрасно, потрясающе რაღაცებს ნუ ამალდო ახალგაზრდა მსახიობიო იქო ისო სტუდენტია ოჯერო. დიახ, მე ვთქვი, მართლა ხრიკული არჩეულებრივი ბიჭი 21 წლის არის და ნუ სტუდენტია ჯერ. ნუ და სად ისწავლაო? სკოლა, სამსახიობო, სადო? სამშობლოში მე ვთქვი. ხო. ესე ვერ წარმოუდგენია, რომ რუსეთის მის გარდა სამსახიობო სკოლა არსებობს. ჩინეთში ხარ თან. რომელსაც აქვს 3000 წლოვანი ისტორია. ისტორია აქვს მარტო. მაგრამ ნუ хорошо. ცოტა ესე უთხარი და თან სამშობლოში და ძალიან კარგი მსახიობებია, უკეთესი ვიდრე ბევრგან. კი ბატონო. და ამაზე вообще-то я живу в Швейцарии. გარბუდა. მაქსიმუმ პატროცი არა ვარ. აი ხო, რადგან ეს თქვით ახლა რითი განსხვავდება მაგალითად სახელმწიფო თეატრი, აი კერძო თეატრისგან. ახლა თქვენ სახელმწიფო თეატრში არ. აი ამით განსხვავდება, გარდა იმისა, რომ კერძო თეატრში ფული არ აქვს და არც გვექნება. ხო. და იქ გაკმარა არის როგორ მოიხმარო. მაგრამ ამის გარდა არის როგორ მოიხმარო. მაგრამ რასაც გინდა იმას ამბობ. ხო, აქ. აი წინი თითქოს არაფერი, მაგრამ ამას ეთყობა აქ მნიშვნელობა. თითქოს არაფერი, მაგრამ რასაც გინდა იმას ამბობ. ხო. და არ იცვლება, რასაც ფიქრობ, იმას დგამ.
არავინ არ გიშლის ხელს იქაც მანდამაინც. მაგრამ შენიც ჩდება შენში რაღაცა, აი პუშკინ გინდა თქვა. ნიკსტენისლავსკი. აი ამის გარეშე ხდები თავისუფალი ადამიანი twini, სხვანაირად უფრო მომხიბლავია ესე მეჩვენება მე მგონი. თქვენი თეატრის სახელოსნო 42. დიახ. და ეს ტერიტორიულად არის კოკა-კოლას ძველი ქარხნის ტერიტორიაზე. დარბაში, ესე იგი, ბევრი ადამიანი ახლა არ ეტევა, მაგრამ 260 კაციას არ არის, არც ცოტა და არც ბევრი, მე მგონი. ცოტა რთულად იშოვება ბილეთები, გაიგე, ხა ბილეთების გამო კი არ მოგიყვანეთ ახლა. არა, ხო, აგიღიათ გავიგე უკვე და. ხო, არიან ეგეთი ადამიანები, მაგალითად 5 წელიწადში ერთხელ რომ შეიძლება დაგირეკოს და ისიც ბილეთებს. კი, როგორ არა. მეგობარი. კაცო, სადა ხარ შენ? სადა იკარგე, კაცო. რამდენი ხარ, როგორ დაგვიზველდა? და ესა ზეგმინდა სიძებრი მოვიყვა. რაცა ჩამომივიდა სტუმარი. ხო, რატომ კაი ადგილები. ხო, კაი ადგილები. სულ 10 რიგია, ყველა კარგია მოთხრე. არა, მაინც ხო იცი. ხო, ხო. არა, თუ რამე. ხო, რახან ნაცნობი ხარ, უნდა გამორჩეს რაღაცას და. კი. და კიდე ერთი ის რომ სამოყვარულო აკადემია ქვია, თქვენ ეს იყო ეგეთი პროექტი. ეხლაც არის ხო ეს პროექტი? ჯერ არა, მაგრამ იქნება მომავალ ზაფხულში, აბა, როდესაც თეატრი გაჩერდება და იქნება ცარიელი სცენა, მაშინ არის შესაძლებელი. რა ხდება აქ? ანუ ეგ არის ძალიან უცნაური და კარგი რამ. 70-მდე ადამიანი სხვადასხვა დროს შეიკრიბა ესე და დავდგით მათთან ერთად ჩვეულებრივი ხო აი გარედან მოსული ადამიანი ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც ოცნებობდნენ სცენაზე დგომას და კაი აი ნე ძალიან არ დაგიმალავთ ძალიან ნერვიულობდი რომ მე ცოტა ჩაკეტილი ადამიანი გავხდი მარტო ჩემ სახეობების გარდა ადამიანებს არ ვერუერთდები მანდამაინც და უცებ ეს 70 ადამიანი შემოვარდა ამ ჩემ ცხოვრებაში და ძალიან დამეგდა ნუ აი სპექტაკლს აკიდე ეს თვისება რომ იქ შენ ნათესავი ხდება უფრო მეტიც ერთად განიცდით რა ერთ შენ მასუხისგებელი ხარ იმაზე ის შენზე და ერთად გავიარეთ ეს ერთი თვე ერთხელ და მეორე თვე მეორეჯერ და ძალიან კარგი მეგობრები შევიძინეთ ჩვენმა თეატრმა ყოველ შემთხვევაში და ძალიან საინტერესო მეც ესე იგი შემიძლია მეც მოვიდი იმიტომ მეც უცდება მქონდა მოვძანდით ჩვენ ბატონო თეატრში მოვძანდით თქვენთვის განსაკუთრებულად ხო კაი როლები მაქვს შენ კაი როლები რაც გექნება ისეთი რომ აუცილებლად რაც მინდა გადადებული როლები ხო ნუ ერთი ის ფაქტი რომ თქვენ ტელეფონი არა გაქვთ ხო ეს ართულებს ხო ანუ უბრალოდ არ ახმარ ხო მე მაქვს აიპედი მაქვს უზარმაზარი რომელთაც ძინავს რომელიც მანანაზე მეტად იმ აიპედთან ვარ არ მიყვარს ტელეფონი არასდროს არ მიყვარდა ხელს გიშლით აი მეათე კლასის მე როცა გოგოებს რაღაც ურეკავი აი მე იქ დამთავრდა ტელეფონი როდესაც გამოცდილება შევიდნენ შეიძლება ტელეფონის გარეშეც გაიცნო იქ დამთავრდა ჩემთვის ტელეფონი არამეს ეხლაც ახალი კულტურა არის აი ტელეფონი აუცილებლად ხელშია ყველას ხო იმიტომ რომ რო გელაპარაკება აქ არის ისიც ხო მე თვითონ შენ რაღაცა გონია რომ ჩაერთვები უყვები რაღაც ნახე დელფინი ნახე განახტა შეხედე ვაიმე პინგვინები ვაიმე ხო რასამბობდი შენ მე ხო დამას არ უშევს არ უშევს ეს ხო ეს ცოტა რთულია ხო კი რთულია იმიტომ ხო ნუ დამოკიდებული ხარ არა ეხ მაგალითად ახლა რადგანაც არ ახართ ჩართული ეს თანამედროვე ეს რაღაცა აპლიკაციებთან როგორი უწევია აი მაგალითად Facebook-ი TikTok-ი ყველა ჩემნაირს ხო ხო არის ცოტა მაგრამ დავჭით ხო ესპანეთში დონ კიხოტმა უცხა ლომს ცოტა დარჩით თქვენს ლომები და ჩვენს
რაღაცა ხო დავრჩით ადამიან იმათ მინდა უთხრა ნუ ღელავთ შესანიშნავად შეგიძლიათ იყოთ პარაზიტები ამ სამყაროში. გადასარევად ყოველ დილით ნასქროლი ხალხი რომ მოდის კარგი გათანგული ემაში რაო ეუნება და უცებ გეუნება 2 წუთში ყველაფერი არაფერს არ ეძებ უცებ გეუნება ნაკრებს პუტინთან ხომი აქ კგბ-ს ისინი ყოველდღე სვოტკები აი ესევე დილით აგროვებ ყველაფერს რაც ნარჩევია TikTok-ში თუ რამე კარგია ნახავ დელფინსაც ნახავ თუ საჭიროა და ყველაფერს მე თუ უყურებ მანანას Facebook-ით ვარ ჩემი იმაში იმიტომ რომ დაურეკო მეზარება ხო ესა და ამიტომ მაგ ისა იქ თუ უყურებ ზაღლებს უყურებ ერთადერთს და მორჩა ხო აი ხო არის რა ესეთი რაღაცეებზე არის ხოლმე პატარ-პატარა აღშფოთებები ხალხს მაგალითად რაღაცეები აი მაგალითად აღაშფოთებს აი Facebook-ზე ვიღაცამ თუ არ რაღაცა არ დაუგულა ეს სიტყვა არის ხო ეს დახახავებას გამაგია დახახავება და ეს დახახავება ყველაზე უხეირო სათქმელი სიტყვა მანდამეთ ეს გავცელდა ჩემი პოსტი დამიჰაჰავა და დამჰაჰავე დამჰახდი ჩვენ ახალგაზრდა დახახავებულები უერთდებით ძველ დახახავებულებს აი კი ბატონო კი ეს ემატება ახალი სიტყვები მაგალითად დავქესელდი მე დავქესელდი რომ მინდა წასვლა მე დავქესელდი მაშინ და ვიყენებ ამ სიტყვას კი ბატონო კარგი აი მოდი მაშინ თეატრზე რომ გადავიდეთ აი რა თქმა უნდა ეხლა თქვენზე ბევრი ისტორია მოუყოლიათ ჩვენთან მსახიობებს მართლა? კი, არის იყო ეგეთი ისენი მქონია ეგეთ შემთხვევები შეიძლება იმ მომენტში თქვენთვის არ უჩვენებიათ ტელეფონში იმიტომ რომ საფათო ხო და აი თქვენთვის აი ურჩი მსახიობები რომლებიც მაგალითად მუდმივად ეხლა ხო მობილურობის ეპოქა არის ხო აი ეს ხო თქვენ გიჭირთ ხო ეხლა თანამშრომელთან აი მის გაგება რომ ეს ტელეფონი არა მანდაც იგივეა გამორთე რასტე გამორთე არა თავ წერს ამ დროს იქა გამორთე ამ დამპალმა და გამორთავე ხამარა მე ისო მოგწა ასწრებს ამას ხო ან მაგალითად დაგვიანება ხო თქვენ ყველასთან მოს ეხლა საქართველოს შესანიშნავ ქვეყანაში ვართ ჩვენ საქართველოში ხო ჩვენია ეს დაგვიანება არის ისეთი დამგვიანებლები რომლებიც აქ არ მოყვები მე დუტას დაგვიანებების შესახებ ხო იმიტომ რომ ეს ძალიან ღრმად არის ჩემში ტრაგიკულად ანუ ჯერ აი ის ირონია ლეველზე ვერ ავიყვანე ეს ამბავი განვისთი ჯერ ამას თუმცა მეუბნება აი შტერი მეძინა ხო ბიჭო რამე მაინც მოიფიქრე იყო ზუკა პაპუაშვილი მაგალითად კორიფე ამ საქმეზე ისე წყვილს ამბობდა მოძრავ იმას ტროლებუს ბიგელი მაშინ ჯეტროლო მოხდა თავში ჩემ თვალწინ ქალს მე ეს ქალს მოძვრა თავი ჩავარდა კალიასკაში ბავშვმა იტი აი რაღაცა ისე წები რომ წამო დავეხმაროთ დავიდეთ არა всё ყველაფერი უკვე რაღაც არის ამიტომ ინერვიულე რა და ცოტა დამისკიც რა ლიმონათი რა ისე გიქიდგინა დაეხმარო ერთი იყო კორი სტუდენტები ქუთაისელი ბიჭი იყო ეს იყო გენიოსი არ დავასახელებ სახელს იმიტომ რომ ეხა პედაგოგია სახელ მოხვეჭილი ხო და ინსტიტუტში სტუდენტია და გამ სპექტაკლს და მალე ერთ კვირაში პრემიერა ეს ნიშნავს უკვე ძალიან ინტენსიური რეპეტიციაა 2 დღე არ არის პირდაპირ არ არის და უკვე შეცვლას ფიქრობ რაღაცა ალბათ რაღაც მოვიდა რა ვიცი მოვიდა ძალიან კარგი ხასიათზე მესამე დღეს როგორ ბრძანდებით მე კარგი შენ როგორ ახალ მეოთხე მე არა ეს 2 დღეო ეს 2 დღე სტუმრები მყავდაო მე ხო შეგონი მე რა უნდა გითხრა ჯონჯოლი კონდა როგორ გაუმასპინდი თუ ნორმალური ხარ მე რა თუნდა როგორ ასქია სტუმრის გამო რეპეტი არ მოხვედი და ვიჩხუბე მოკლედ ცოტა ხმა რა როგორ გეკადრა რაღაცა ხმას აუდია ახასეო
მაშინ ბიზა მომიკვდაო. და მე ვხვდები, ვინ, როდის? აი, 3 დღის წინო. მე ეს 2 დღე ასაკ დავასაფლავეთ. 4 შაბათი იყო, მე 4 შაბათს ვინ ასაფლავებს, არ გამაგიჟო. მართალი ხართო. ვერ დავასაფლავეთ. რატომ? იმიტომ რომ ბიზაჩევი მუშაობდა ამ წეკრანზეო, იყო ეს კრანის ის მაღლაო. ქარი რო იყო 4 დღის წინ, ხო გახსოვთო? ნუ კი. იქო დელიზზე იყო ქარიო. კარგი და. აი ეს ქარმა ეს კრანი დააჯახა корпуსო. და ბიზაჩემი ბუტკერა თუ დააჯახა, ჩამოხოკიალდაო ასო იქო და ეს ბიზაჩემი გაეგლისა ამ корпуს. ისე რომ ჩემს აღარაფერი აღარ ჩამოვიდაო. რა უნდა დაგასაფლავებინა? მივედითო, ავილები მივადეთ იმ корпуსს. მე წიმა წამოვიდა და ბიზნესები ჩარეცხო. ვისისმისკენ. აბა ხუჩაბას რა არის კონდო? ამიტომ ხუჩაბ. ოჩახ მეოთხარი შილი მალადეთ. გამეთქვი. დაგალდი მო. ნიჭია. ხო არა არის იცი ეხლა გამახსენდა ჩვენ ყავდა რა ეგეთი აი მაგალითად რომ დაგვიანების ისეთ მიზეზს იტყოდა რომ ანუ ვერაფერს ვერ ეტყვი რა ნახე მაგალითად ერთ-ერთ დღეს მითხრა რომ ბიჭო ექიმთან ფეხი მტკივა ბიჭო ფეხი ხო და ექიმთან მივედი გაიგე არ ეცალა და ეხლა უნდა წავიდე კიდე ექიმ მაგიტო ვერ მოვედი ხო და უნდა წავიდე ეხლა ფეხი და რომ მითხას უნდა მოგაჭრა თუ უნდა მომაჭრან ფეხი რა გინდა უპასუხო? რა ბოთ აი აბა თუ უნდა მოგაჭრან და დღესაც 2 ფეხი დადის. კაი. ხო. აი პირველი გასტროლი ევროპაში თუ გახსენდებათ. როგორი იყო რა? რა თქმა უნდა გახსოვთ, მაგრამ ლონდონი იყო პირველი, აი შეხვედით შეაბიჯეთ. პირველი იყო ბერმა პირველ ჩაიდას თვითმფრინავში. ცოტა მანამდე არეული დრო იყო მოგეხსენებათ და ნუ აი ეს რო პასაჟირებს კარგავდა ყველა და ეს ამბავი ჩვენი რომ წავედით ახლა მარჯვნივ ყველანი აქეთ მოვდივართ აუცილებლად 2 მიდის იქით ხო და ხო თქვით მარჯვნივ მოვდივართ მოვალ იქით მიდიხარ აქ როგორ აქეთ როგორ მოხვალ მოვალ რა და იღებს გაზეთს თურქულს რავი კითხავ და მოვალ რა. აი რატო უნდა ეს ქართული ამბავი რომ ყველა ჯოგური იმის ვითომ მე არ ვეცარ. ხო რა. აი მოკლედ, მაგრამ ყველაზე გენიოსი ამ საქმის არის ყველაზე ყორიფე მოგზაურობს არის ბესო ბარათაშვილი. ოი ბესო როგორ მიყვარს მეგობარი. ჩვენი მეგობარია ძალიან. ახალგაზრდობის და ეს არის აი პირველი გასტროლი მართლა პირველად ვარ კაპიტალისტურ ქვეყანას თუ რაღაცა ეგეც იმაში ეს მაშინ ამას ჰქონდა მნიშვნელობა 30 წლის წინ ვამბობ როდესაც საბჭოთა იმიდან გასული ადამიანებისთვის და ბესო უცებ გამოიცვალა ლოსკი უცებ გახდა ლორდთა პალატის წარმომადგენელი პირდაპირ თეატრიდან აღმოჩნდა იმაში ელიტაში ინგლისის და საღამოსო ჩავედი დილას თეატრში შევიკრიბეთ და იქ რაღაცა პატარა ეს ქონდა რაღაც და ვიშლები თავისუფალი დრო აქვს და უკვე იშლები და ბესო უკვე ზის ჰაიდ პარკის ფონზე ხო უკვე ზის უკვე ღვაწლმოსილი ძველი ლონდონელია ასე ხელით ესია გადაგდაგდი ასე გაზდებოდა არ მოწონს ეს ჩამოსულები არ იხიბლება თქვენი რა ამბავია როგორ შეიძლება ესია და ამას მოდის ერთ ხრიგიას ამეხვალ ვიჯო აქედან აქ ვიღაც ელაპარაკება თან გვერდზე ხო გვერდ უკვე ისა აქ კავშირები აქვს მოსახლეობასთან yes ესეთი იორკშირული საკია აქცენტი აქვს ხო აქცენტი მაგალითად tomorrow ინგლისური პრონონსი ისწავლა მეტროში
გაჩერებებს რო ამბობდა, Marble Arch, Kensington რაღაცა და ამ Kensington. აღარ ეუბნება ამ სიტყვებს რაღაცა და ის ინგლისელია რა და სამი ხოლმე ვიდეო ხრინგია. იმან რაღაცა ალბერტის და ვიქტორიას მინდა ნახო. ჩამევლი ახლა აქანე 94-ი. ავტობუსი. ან სტოპიატი. დაიძები მაგას პიკადილიამდე გაყვები. მე ან ჩახვალ ქვემოთ 308, ან 209. და ნუ იკითხე იქინა და მე გემიხვალ ახლა მე. სად მოასწარი? ღამეში მინიმუმ 5 ავტობუსი დაასახედა. 5 რეისის როდის შეისწავლე. მე რა მოახერხე. მაგრამ აი ესეთი არაჩვენო იმერელი ბარათაშვილის კაცს მოგეხსე ნიჭიერია. ერთი ცუდა მოყვე, ეს არ არის პირველი გასტროლი, მაგრამ ინგლისია ესეც. ეს კი მოყოლილი მაქვს სადღაც, მაგრამ ძალიან კარგი. ის და ბევრი კარგი გასტროლი გვაქვს, ტურია დიდი და ბევრი კარგად გვაქვს. ისა, ნუ ანაზღაურებ ისე რომ არის ფიქრო შპროტი არა აქვს წამოღებული საქართველოსთან და ნომერში არ სუხარები რა. ნუ კარგად აქვს. და ჩაიცვა დაიხურა ბესომ და საღამოს მოდის სასტუმროში და პატარა ტური იყო რა, პატარა ქალაქებში ვარ. და საღამოს მოდის ჩვენ სასტუმროსთან, ჩერდება კები. კები ტაქსი კიდევ უფრო ძვირი ხის ვიდრე ჩვეულებრივი ტურისტული ასე. გადმოვიდა ეს ჩაცმული ეს კაცი კებმენი, და გაუგო ბატონ ბესოს კარი, გადმოვიდა ბესოს ერთი ფეხი. მეორე სიგარა გადმოვიდა აქედან. ასე ჭიქა მარტინით ეს მოწუპა ბოლომდე და გადააგდო. ეს ძალიან ისე ამოუვა ტაქსისტს არ შეხედა. დაუგდო. გამოხედამ ჩვენ ფოეს აქ ვარ მეო. ეს შემოვიდა ცოტა გაუცხოებული, იქ ვზივართ ყველანი და უყურებ ბესოს ეს იგრძნო ეს სახიობია კარგი თან და იგრძნო ეს ყურადღება და ასეთივე ლორდ კევენდიშის პახოტკით მეაკრა ასე ჩვენ დრასტიო კი გვითხრა ესე ესე გიქრა მე და ბართან ესე და მეყოდა ბასის ჩვენ ვიყურებს და ბარმენი იქ უნდა იგულისხმება რომ უნდა უსმენდეს ვისკი აქამდე იყო ყველაფერი იდეალურად. აქ გაეჭედა რომ იმან რომელიო. ინგლისურად უთხრა? ინგლისურად which one თუ რაღაცა გიგა. ებიო ვისკი ხო გითხარი? რომელიო იმან? შეხედე ახლა. ვისკი შესასიკვდილე ხო გითხარ ვისკი? რომელიო which one? Jameson. ისე დაბრუნდა ლორდ კევენდიშის პრომოი. ჩვენ ვიყურებთ. აი ზარეშვება ის. მოხერი აღმოჩნდა ეს ბარმენი. რომელიო პატარა საშუალო თუ დიდია? გავტულა. ებიჯო რა გინდა შენ გახ. რა გინდა? საშუალო პატარა. big one. დიდი. დაუსხა და ამეიღო 20 ფუნტიანი და ჭკ ესე ჩააფრიალა იქ. დაუგდო. ხურდა სამიბრუნე. იმან დაუბრუნა 5 ფუნტიანი რო დაუბრუნა ეიღე, ეიტავე. მაგიტო უნდა და აი დაქიობი გასეიცებ მიმიკრია. გადუცებ ერგევა აი გაზრდილი იყო ამ ატმოსფეროში. ბატონ ლევან არაჩვეულებრივი გამოგვივიდა დღევანდელს, მაგრამ ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ ბატონ ლევანის სტუმრობას არ ვამთავრებთ. შემდეგი კვირისთვის კიდე ერთი მეორე ეპიზოდი გვექნება, ამიტომ მოდი დღეს დავამთავროთ ბატონ ლევან და გავაგრძელოთ შემდეგ პარასკევს. დიდი მადლობა, დიდი მადლობა.
ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან, ძვირფასწორი მაყურებლებო, დღეს მე ამით გემშვიდობთ ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში, არ გადართოთ წინ პირველი ხაზი გელოდებათ ვიკა ბუკიასთან და დაელოდეთ შემდეგ პარასკევს ვანო შოუს, მაგზელებს საუბარს ბატონ ლევან ჭილაძეს. 500 მეტრის მერე დაიწყო კლდე, რომელზეც ვარ გაკრული ასე. ასე უნდა იარო აქ კლდეზე. ესე ვერ ტრიალდები. იყო და იქიდან ვიღაცა მოდის. მოვიდა ეს გოგო აქა, აქ მოვიდა. აქ ხალხი შეყო აქა, დაგავყე. მაგას. აი ამ დროს ვიცნო ამ გოგო. ბატონო ლევან. სელფი. ბატონო ლევან. სელფი კერა. გადაცემის სპონსორია Essence. გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.